მუხლის სახსრის პათოლოგიებისას, როგორიც არის მუხლის სახსრის ბურსიტი, მუხლის სახსრის ტენოსინოვიტი, ასევე ართროზი პირველი სტადია, რომელი ფიზიოპროცედურები არის სასარგებლო. პირველი მაგნიტოთერაპია, მეორე ულტრაბგერითი თერაპია, მესამე ლაზეროთერაპია, მეოთხე ტეკაროთერაპია, მეხუთე ელექტრომაგნიტური თერაპია. აღნიშნული თერაპიები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მუხლის სახსრში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წარმოადგენს როგორც მარეგენირებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ხოლო ელექტროფორეზი კარიპაზიმით, რომელიც ხშირად გამოიყენება მუხლის სახსრის პათოლოგიებისას, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ის არაეფექტურია. რამე თუ მუხლის სახსრის პათოლოგიებისას და ანთებითი პროცესის დროს უნდა გამოვიყენოთ ისეთი ღრმა ფიზიოპროცედურები, რომელიც ადვილად შეღწევადია ღრმა ქსოვილებში და არა ელექტროფორეზი კარიპაზიმით.